მოგესალმებით, კოლეგებო, მოგესალმებით მედიის წარმომადგენლებს და აპარატს. დავიწყოთ ჩვენ დღევანდელი ბიუროს ხდომა. ბიუროს საჭიროება პირველ რიგში განაპირობა იმან, რომ ჩვენ წინას ხდომაზე მთლიანად მოვახერხეთ და გავიარეთ კვირის დღის წესრიგი, ამიტომ საჭირო გახდა ახალი ბიუროს დანიშვნა, რომ დღევანდელი დღის წესრიგი რეგლამენტის შესაბამისად ხელახლა იქნეს დამტკიცებული. თუმცა, ალბათ ბიუროს ფორმატით ვისარგებლებ და ალბათ ჟურნალისტების ინტერესსაც დავაკმაყოფილებ და საზოგადოებისაც თუ გამოვეხმაურები განცხადებას, რომელიც მოვისმინეთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, მათ განზრახვაზე გაიყვანონ პერევიდან შეიარაღებული ძალები. Რა თქმა უნდა, ეს იქნება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ პერევი არის მხოლოდ ძალიან მცირე ელემენტი 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების და აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევით საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ეტაპობრივად მოვახერხოთ ის, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესრულდეს მთლიანად, სრული მოცულობით, რისი შედეგით საბოლოო ჯამში იქნება რუსული შეიარაღებული ძალების სრული გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან და პოლიტიკური პროცესის დაწყება საქართველოს გამთლიანების, მშვიდობიანი გამთლიანების მიზნით. ამიტომ ბუნებრივია ეს არის, რა თქმა უნდა, სწორი მიმართულებით ნაბიჯი, მაგრამ ეს არის ძალიან მცირე ნაბიჯი, რომელსაც უნდა მოყვეს უფრო დიდი და უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რის იმედსაც ვიტოვებთ. ასევე შეგახსენებთ, რომ დღეს კენჭი ეყრება კონსტიტუციას მესამე მოსმენით, რომელიც წინას ხდომაზე გადაიდო ქრისტიან-დემოკრატების მოთხოვნით და იმედი მაქვს, რომ ამ გავლილი დღეების განმავლობაში საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ საბოლოო რედაქციულად შეჯერებულიყო ყველა მხარე, კომიტეტიც და დაინტერესებული დეპუტატებიც, ამიტომ დღეს კენჭისყრა ამ საკითხზე შედგება.